რაც ვარსკვლავებში მოცილცილეს ხამარი. დიახ, ასეთია სამყარო ბავშვის თვალით დანახული. ბავშვის, რომელიც თითოეულ ჩვენგანში ცხოვრობს, მაგრამ დიდების ამბებით გაბრუებულმა მიიწინა. თუმცა შეგვიძლია შევაღვიძოთ უჯრიდან ფრთხილად ძველი ნაკაწრებიანი სათვალე ამოვიღოთ, მოვიგოთ და ვნახავთ, რომ ქარები აღარ გვაშინებს. ის თამაშია, ვიცეკვოთ უმიზეზოთ, ვიმღერებთ უმუსიკოთ. მოვიგოთ ძვირფასებო ეს ჯადოსნური სათვალე და ბავშვების მზიან სამყაროში ერთად ვიმოგზაუროთ.
Სადაც მიხვალ, უბით, ზეს თუ გაიყო
ხშირად აკრიტიკებენ ის სხვების დანაშაულებას და მათთვის გადაბრალებას ეჩვევა. თუ ბავშვს ხშირად აკრიტიკებენ, ის შეფასებას სცემს. თუ ბავშვს ხშირად აცინონ, ის შიშანა მორწმე და მორიდებში ხდება. თუ ბავშვს არ აცვლილებენ და მასთან კურსფელები არიან, ის სამართლიანობას სწავლობს. თუ ბავშვს სრულად ეკცევიან, ის ხელჩართულ ჯგუფს სწავლობს. თუ ბავშვი თავს უსაფრთხოდ გრძნობს, ის ნდობას სწავლობს. თუ ბავშვს ხშირად აცვენენ, ის გამუდმებით დამნაშავედ იგრძნობს თავს. თუ ბავშვს ხშირად უწყობენ საქციელს, ის საკუთარი თავის პატივისცემას სწავლობს. თუ ბავშვის მიმართ ხშირად იჩერდნენ მინტერატობას და გულმოწყალებას, ის მოწმინებას სწავლობს. თუ ბავშვს ხშირად აღრავებენ, ის დაგაჯერებული ხდება. თუ ბავშვი მეგობრულ ატმოსფეროში ცხოვრობს და თავს საჭიროებს გრძნობს, ის სიყვარულის პოვნას სწავლობს. არასოდეს არ ვქოთ ბავშვზე ცუდი, არც მასთან ერთად და არც მის გარეშე. ყურადღება გაამახვილეთ ბავშვის კარგი თვისებების განვითარებაზე და ცუდისთვის ადგილი აღარ დაგრჩება. ატივიეთ ბავშვს, რომელმაც შეცდომა დაუშვა და ცდილობს მის გამოსწორებას. დღეს მე არა ცოტა მოგვიანებით. ავერთვის გაეხმარეთ ბავშვს, რომელიც ძიებასთან დარჩით შემჩნეველი. დაეხმარეთ ბავშვებს იმისათვის ზებაში, რაც აქამდე არ ავთვისეს. ბავშვთან ურთიერთობაში ყოველთვის მიაქცეთ ყურადღება კარგ მანერებს და დაანახეთ მას ყველაფერი საუკეთესო, რაც თქვენშია. ყოველთვის მოусმინეთ და უპასუხეთ ბავშვს, როდესაც ის მოგმართა. კიდევ გაუგეთ ბავშვებს მათი ფერადი სამყარო, სუნთა და ნათელია. ჩვენ ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ. ბავშვობა ესაა განთიადის პირველი სხივი, რომელიც სისხლოსას პირდება. ეს არის ჩიტი, პეპერასამძებურ თაგაშტილი ოცნება, რომელიც სამყაროს თავგადასავალს ხატავს. დიდები დრო საათებით ამოვარ, ბავშვები კი სიხარულის სანიმძილობით. როგორ მაფერადებს სამყარო, თითქოს ყველაფერი ცეკვავს ჩემს.
პირადი სათვალე მომაწოდეს, მაგრამ არ გავიქეთებ. მე მგონი ეგონათ რომ მე ამ სათვალეს გავიქეთებ. იცით რატომ არ გავიქეთებ? ისეთი ფერადები არიან, ისეთი ლამაზები არიან. უკვე არ ჭირდება სათვალის გაკეთება. ჩემთვის ისედაც წინავთ, ანათებთ, სითბო და მზე მოგავთ. დარწმუნებული ვარ, რომ აქ მხოლოდ ყველა თქვენი მშობელი, თქვენი მასწავლებლები, ბედნიერი არიან დღევანდელი დღით. საერთოდ თქვენით, რომ თქვენ ესეთ ლამაზებს ვხედავთ. ნახეთ, მე წარწერა მინდა რომ წავიკითხო. ჩვენა გვაქვს სამყარო, თბილი და მზიანი. ეს ყველაფერი თქვენით გვაქვს, პატარებით. მე მინდა ჩემი პატარები დავლოცო. და ბედნიერება, წარმატება გქონდეთ მათ მუდამ. მეტი სიყვარული, მეტი გაღიმება, მეტი მოფერება დავცეთ, რომ არ დაგვიღამდეს, რომ არ დაგვიანდეს, ერთუց დროში რომ არ ავწდეთ, მერე წუხარებამ რომ არ დაგვაოსოს, ცრემლად არ მოვაწყდეთ თვალებს, ავდასავე ფაროთ მხრებით ერთმანეთის, გვწამდეს, ერთმანეთის გვწამდეს. მადლობა, ჩემო პატარებო. თქვენ დღეს ნამდვილად გაამართლეთ იმედები, მოლოდინები
ამაში ალბათ დამეთანხმება მოწვეული აუდიტორიაც და მეგობრებო, ვფიქრობ ეს ბავშვები ნამდვილად იმსახურებენ მზიან სამყაროს, რომელსაც ასე ეტყობიან და ვფიქრობ, რომ ნამდვილად შეძლებენ აღიმიდონ, ამზიანონ და ადრესასწაულონ დედამიწა. ეს დღე იდეად დარჩებოდა, რომ არა ერთსულოვნება, თანადგომა, ნდობა, მხარდაჭერა და სიმრავლე იმ ადამიანებისა, რომელთა მიზანი მისია ერთია. ყველა მისიას ყავს წინამძღოლი, ლიდერი. ყველა საქმეს სჭირდება თავქალი და ჩვენი დიდი ოჯახის, ჩვენი ღირსეული სკოლის, მე-40 საჯარო სკოლის დირექტორი ქალბატონი ნინო, მინდა 1000 გზის მადლობით დავაჯილდოვო ჩემი პატარების და ჩემი მშობლების სახელით. გულმოდგინებაა, როდესაც სკოლა და ადმინისტრაცია მხარს უჭერს პედაგოგის ინიციატივას და ყველა ხელშემწყობ პირობას უქმნის და გმადლობთ ქალბატონო ნინო. გმადლობთ ქალბატონო ია, თქვენი განწყობისთვის, დამოკიდებულებისთვის, დამხნევებისთვის და იმ დედული დარიგებებისთვის, რაც სულ პირველი დღიდან დღემდე თან მომყოლება. უღრმესი მადლობა. მადლობა მინდა კიდევ უთხრა ქალბატონ ირმა გურასველიანი, უდიდესი პოეტი, ღვაწლმოსილი ქუთაისელიკოსება დღესა. უდიდესი მადლობა ქალბატონო ირმა, ქალბატონო ეკო, უდიდესი მადლობა რომ დაგვითხრეთ დრო და თუ ანერგით როგორ ვამხნევებთ, როგორ გრძნობთ ჩვენს გულისძემას და ალბათ ეს ნაცნობია თქვენთვისაგან მაღლის დირექტორის ბრძანების და ძალიან კარგად შეიგრძენით განცდები, რაც ჩვენ გვქონდა. განცდები გვქონდა, იმიტომ რომ პირველი ნაბიჯები გადავდგით, მეგობრებო. პანდემიის ბავშვები ვართ, სცენა არ ვიცით, პირველად დავდექით და ეს უდიდესი გამოწვევა იყო ჩვენთვის, რომელსაც თავი გავართვით. არ შემიძლია მადლობა არ უთხრა მუსიკის პედაგოგს ქალბატონ ქეთინოს, რომელმაც ბოლოს უყავდები დავარწმუნებო, კი, ვამღეროთ, არა, ვერ ვღერიოთ თლად ისეთ გოგო, არა, ვამღეროთ, ღერია და მადლობა ქეთინო მასწავლებელო კაცლებისთვის, შეძლებისთვის და გენრიელი ლუკმასო ბოლოს მოვიტოვე, ჩემო მაიკო, ჩემო ერთგულო, ჩემი მარჯვენა ხელი და ძალა და იმედი, უღრმესი მადლობა მაიკო ყველაფრისთვის. დიზაინი რო ასე ლამაზად არის, აკადემიურად სუფთად უღრმესი მადლობა მარი, ჩემო კოლეგებო, მადლობა მხარდაჭერისთვის, ყოველი სიტყვისთვის რომ შეძლებთ მოგეშინია გამოვა და ჩემო მშობლებო, ჩემო მეგობრებო, გულწრფელად ვიძახი. არ მგონია რომ ჩვენი ურთიერთობა არის პედაგოგის და მშობლის ურთიერთობა. ჩვენ უფრო ღრმა, უფრო შინაარსიანი და უფრო სტაბილური ურთიერთობა გვაქვს და მეამაყება მეს, მაძლიერებს და ძალებით მავსებს. სიტყვა გამიგრძელდა, მაგრამ მადლიერებით ვარ სავსე და 1000 გზის მადლობა ყველა ხინილისთვის, ყველა ანთებული თვალისთვის და გისურვებ მზიან, ბედნიერ, განათებულ, გაბრწყინებულ ბავშვების ღიმილით გაჯერებულ სამყაროში ცხოვრებას. სიტყვა მინდა გადავცე ქალბატონო ნინო, კითხვით, მაგრამ თუ რამეს დაამატებთ, ქალბატონო ია, მობრძანდით. ვიცი რომ გულწრფელად დამლოცავთ და მოგვიკეცავთ. სიმართლე გითხრათ, აღტაცებული ვარ გავლენით, სულიერად ამოვლებული. მასწავლებელი უპირველეს ყოვლისა უნდა მასწავლებელი საოცარ მხნეები, იჭირები, გონიერი, აქტიური, მშრომელი, ძალიან კარგი პიროვნება და ადამიანი. წარმატებებს ვისურვებ ჩემო იგა, ძალიან მიხარია ადამიანი და საჭირო და მნიშვნელოვანი ჩვენი სკოლისათვის. გახასეთ ყველასა. ყველა ვინც არ აღნიშნა, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ ბავშვების აღმოჩენაში. ეს
მადლობა ნამდვილი პრინციპებისათვის, აქ მომძალებისათვის. ყველა აქტიურად მონაწილეობდა გაწმუნებული ვარ იმ მასალების ღონისძიებაში, დაგვეცა თითოეულ თქვენგან ჯანმრთელობას, მეგობრებასა და სიხარულს ვისურვებთ. საოცარი ზღაპარი ვესასწაული მოგვიწვნეს ჩვენმა ინგამ და მისმა ბავშვებმა ყოჩა მე-40 სკოლას კიდევ ერთხელ მისთვის რომ ასეთი აზამჭერი გვაწყავს ვერაფერსაც ვერ გააკეთებ და ინგა ხომ იდეების გენერატორია საერთოდ საოცარი ენერგიული საოცარ შემოქმედებითი აზროვნების და გამაოცეს ამ ბავშვების ასეთმა ხატრულობამ, ასეთმა არტისტიზმმა, ასეთმა გულწრფელმა ემოციებმა. როგორი ლამაზები ხართ, როგორი ფერადები ხართ და ღმერთმა გნას რომ ეს ფერადი სათვალე მთელი ცხოვრება გააქვეს ჩემო ძვირფასებო, როგორც უფროსებს, ასევე ბავშვებს, რასაკვირველია და საოცრად დიდი, ადრე იყო ხოლმე კოლექტიური პასუხისმგებლობა იგრძნობოდა დღესა, რომ არა ეს ერთობლივი პასუხისმგებლობა არაფერი არ გამოვა. გილოცავთ ამ შემდგარ ულამაზეს დღეს და სანამ ასეთი ღონისძიებები გაკეთდება, სანამ ბავშვებს ამ ფერადი დაღიაზრებით ასაძლებთ, მანამდე ზეანთებული კლავაც ინახებს, ცეცხლად იელვებს მისი მშვენება. ქართულ მიწა-წყალს ტყეების შინაზე არ უწერია გადაშენება. მე პირველად ვსტუმრობ მე-40 საჯარო სკოლას და ნამდვილად ვხარდება. ჩემი უსაყვარლესი ინგა, მე არ ვიცი, აი სიტყვები უბრალოდ ყველა სიტყვა მეუფერულება, როგორ შეგამკო. მე დღეს როცა მოდიოდი, ვიცოდი, აი ნამდვილად ვიცოდი, რომ რაღაცა ზღაპრული დამკვირვებოდა ყველაფერი. ბავშვებო, ჩემო ძვირფასებო, აი არ ვიცი რომელი გამოხოთ, ძალიან საყვარლები ხართ. მე მგონი თქვენი დედიკოები არასოდეს არ დაბერდებიან, აი ასეთი საყვარელი პაწაცუნები როგორ ხართ. მადლობა სკოლის დირექტორს, მადლობა მშობლებს, ყველას, აი ვინც აი ამ ლამაზ ღონისძიებაში წვლილი შეიტანა. ჩემი ინგა და მაიკო ზომოდ მიყვარს და კიდევ ერთხელ აი არ ვიცი, უღრმესი მადლობა ამ ჯადოსნური დაუმწყარი წუთებისთვის. ბავშვებო, კოცლით ძალიან გვერდს. და საუკეთესო შეგვიძლია ყოჩა ბავშვებო, ყოჩა ძალიან მიხარია რომ აი ასეთი ლამაზები იყავით სცენაზე და წარმოაჩინეთ შესანიშნავად თქვენი თავი. უხეში მადლობა. დედიკუებს ხომარდობთ რაიმე საქმელი, დედიკუებო, ჩემზე მეტად რომ გეშინოდათ, დაგავთით რომ ღირდა ეს დღე, მიხარხართ ძალიან.